მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. მე ისევ ვუბრუნდები საჭიროებო საკითხებს, კვლავ ჩავწერ მიმართვას ხალხის თხოვნის საფუძველზე, რადგანაც მე ყოველთვის ხალხის ნებას ვასრულებ და არ შემიძლია დადუმება, სანამ ისინი ამას არ მომთხოვენ. მე ყოვლად ვცდილობ რომ ვამხილო სიკეთისათვის, ისევ და ისევ სიკეთისათვის, ჩემი ერის ბნელი მხარეები, რადგანაც თუ არ ამხილე ბოროტება, ეს უარესი იქნება და ღმერთიც მერე მოგთხოვს პასუხს. თუ რატო არ ღაღადებდი სიმართლეს, სანამ იყავი დედამიწაზე, რადგანაც იმისათვის ვართ მოვლენილები ჩვენ ამ ქვეყნად, რომ ღვთის ცნებები და სიტყვა დავიცვათ. მაგრამ ყველაფერს გააჩნია თავისი ზღვარი, ყველაფერს გააჩნია თავისი ეთიკა. მიუღებელია ფანატიზმი და სწორედ ამ ფანატიზმზე მინდა საუბარი. საუბედუროდ საქართველოში ეგრეთ წოდებული ფანატიკოსები წარმოადგენენ ისეთ ძალებს, როგორიცაა თუნდაც ტიტუშკები. აი ეს ტიტუშკები, რომლებიც ქალებს გაუპატიურებით ემუქრებიან ბავშვებთან ერთად, რომლებიც კაცებს კიდევ ანგარიშწორებით ემუქრებიან და მერე როცა მოხდებათ სამართლიანად, მერე გაბრაზებულები არიან. ყველა მოძალადე დაისჯება, მაგრამ აქამდე მინდა ვთქვა, რომ თქვენ როგორ უნდა ეხებოდეთ რელიგიის თემას, როდესაც ხატების გვერდით მეძავების სურათები გაქვთ პორნო საიტებიდან. აი ეს არის თქვენი რელიგია? ან საქართველოში თითქოს და მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, მაგრამ როდესაც უყურებ ახალ ამბებს, დაეჭვდები საერთოდ ათეისტურ ქვეყანაში ხო არ ცხოვრობ ადამიანი, სადაც მამა საკუთარ ქალიშვილს აუპატიურებს, სადაც სიძეს სიდედრს აუპატიურებს. ეს ნორმალურობაა თქვენი აზრით? ეს არის მართლმადიდებლური ქვეყანა? თუმცა თევზი თავიდან ლპებაო ითქმის. და საპატრიარქოში, რაც ხდება 1927 წლიდან, იმის გამოძახილია ეს, რომ რუსეთმა არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა თავის დროზე, არამედ ეკლესიასაც გამოთხარა ძირი. და 1927 წლიდან ფაქტიურად ისევ ოკუპირებულია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. და კირიონის, ლეონიდესა და ამბროსის დროს, რომ დავიხსენით თავი რუსული უღლისაგან, ეს დროებითი წარმატება აღმოჩნდა სამწუხაროდ. ისევე როგორც მენშევიკების დროს დროებითი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ზვიადგამსახურდიას დროსაც მოახერხეთ მოკლეხნით დამოუკიდებლობის მოპოვება და მერე ისევ ჩავარდით რუსეთის მარიონეტების ხელში. აი ახლა მინდა შევეხო პატრიარქისათვის ძეგლის აღმართვის თემას. მისმინეთ, ახლა არ მინდა საუბარი რა შეცდომები დაუშვია მას თუ კიდევ მრავალი მსგავსი. მოდით აღარ შევეხოთ ამას და დროა უკვე ქართველი ერი გაერთიანდეს. შერიგდით ქართველებო. მე არ გულისხმობ სამხედრო დამნაშავეებს მხედრიონიდან და სეპარატისტებს და რუს ოკუპანტებს. ისინი დაისჯებიან სომეხ დაშნაკებთან ერთად. მაგრამ მე გულისხმობ აი პარტიებს. ქართულ ოცნებას არ გულისხმობ. ის პირდაპირ ნეობოლშევიკური ძალა თავისი დოქტრინიდან გამომდინარე. რო შევადარე ბოლშევიკურ დოქტრინას გავოგნდი. მე გულისხმობ თელერს, რომ დროა უკვე შერიგდეთ და აღარ იყოს ეს ფანატიზმი და აი პატრიარქის თემასთან დაკავშირებით დაპირისპირება. უბრალოდ ძეგლის აღმართვა ეს უკვე ზედმეტია რა, ეს კერპსახურება და ბელადომანია. რატო არ აღუმართეთ მაშინ ძეგლი ამბროსი ხელაიას, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას. რატომ არ დგას ნეტა ზვიადგამსახურდიას ძეგლები? მაიაკოვსკის რამხელა ძეგლი აქვს თბილისში. მაგრამ ზვიადგამსახურდიას ძეგლი არსად არის. არა ესაქმება ჩვენ ქვეყანაში გრიბოედოვის ძეგლს, პუშკინის ძეგლს, ლერმონტოვის, ესენი იყვნენ ველიკო რუსი შოვინისტები.
და რატომ უნდა იყოს თუნდაც საქართველოში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი, მიხეილ ავაგიანის დაშნაკი რომ იყო ტერორისტი, აგრეთვე სეპარატისტი დიმიტრი გულიასი, რომელიც დამწერლობას უქმნიდა სეპარატისტებს. რა ხდება, ჩემო ქართველებო? ცოტა დაფიქრება ხო არ გმართებს? საქართველოში ქართველიერი უნდა დაფიქრდეს ბევრ რამეზე. ადამიანებს უნდა ვაფასებდეთ დამსახურებების მიხედვით. ახლა მე არ შევეხები რელიგიურ თემებს, არ ვაპირებ არავის გაკიცხვას, როდესაც იქნება საქართველოში მეორე რუის ურბნისი, აი მე ისინი აგებენ პასუხს, ვინც საქართველოს დაქცევაში მიიღო მონაწილეობა. და ვინც სხვათა შორის ილია მეორეს სიცოცხლეს უსწრაფავდა, რათა მისი ტახტი ჩაეგდოთ ხელში, რადგანაც გამოჟონა ინფორმაციამ, თუ ვის უნდოდა აღსაყდრება და ვინ უგონებდა მამა გიორგი მამალაძისნაირ ადამიანებს აი ციანიდის საქმეს, ვინს დევნის საქართველოში მართალ მამაოებს რუსეთის დავალებით. ყველაფერი ეს იცის ერმა და ყველა ის, ვინც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ძირს უთხრის, პასუხს აგებს მეორე რუის ურბნისის კრებაზე, მაგრამ აქამდე ბელადომანია უნდა მოისპოს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ილია მეორესთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ მან ერის წინაშე სინანულით თქვა, რომ ნანობდა 1992 წლის შეცდომას და ბევრ სხვა შეცდომებსაც. კმარა ამ საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება. გაერთიანდით და ისეთ ყანდურებს და ოხროხინეებს, როგორიცაა ჯაღმაიძე, მუჯირი და კიდევ დანარჩენი ადამიანები, ვინც ძირი გამოთხარა საქართველოს საპატრიარქოს და ვინც სვავივით ეხვეოდა პატრიარქს და უსწრაფავდა სიცოცხლეს, აი ასეთები უნდა აღმოჩნდნენ ერის სამსჯავროზე. ქართულ საღდარში ჩაბუდდა მტერი, სიტყვა და საქმე მას აქვს სხვისი. ამიტომ დროა, რომ განიწმინდოს და კვლავ მოეწყოს რუის ურბნისი.